მე ვარ ანდრია ვულხაძე 8 წლის. ვსწავლობ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი. უკვე 1 წელია ვთამაშობ ეს ჯორჯიაში. ყავს 2 მწვრთნელი, კახა ქარცივაძე და ლუკა დიასავიცი. უფრო მხიარულია კახა მასწავლებელი. ლუკა მასწავლებელი არის ცოტა მყირალა და სერიოზული. ისე ორივე კარგებია და ყველას გვიყვარს. რაც თავარია უყვარს ბავშვები და ფეხბურთი. მე ვთამაშობ მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი ცენტრში და ვიყავი ნახევარმცველი. ახლამდე პოზიციაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. მოედანზე ჩემი მთავარი საქმეა ასისტების გაკეთება. ისე რა თქმა უნდა მიყვარს გოლების გატანაც. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 12 კარგი გოლი. 1 გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზ. უთხური ჩამიწოდეს და თავი დავაარტყე და შევაკ. ვეთამაშებოდი დელფინებს და ეს თამაში მომიგით. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს ისწრაფი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 41 წლამდე. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. თამაშს დავიწყებდი ნამო ბათუმში, გადავალ ბარსელონაში და გადავალ პესეჟში. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მწვრთნელი. სიამოვნებით გავწვდი პესეჟს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ანდრია გოგიტიცი. ყველაზე ჭკვიანი არის დაჩი გოგიტი. ყველაზე მშვიდია მარი ხავაც. მე ვარ ყველაზე მოგობრული, ნიჭიერი და კეთილი. მეგობრობა არის ერთად თამაში, ერთად ხიარულობა და ერთად გვერდში დაძალობა. მე ახლა მყავს 15 მეგობარი და მინდა რომ მყავდეს 20 მეგობარი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია გულნას კახიძე. იმიტომ რომ არ ყვირეს კლასში, მშვენიერია და კარგად გვასწავლებს ბავშვებს. ყველაზე უფრო გულნაზი მასწავლებელი მე მიყვარს. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ ხატვარი. ხატვა ახლა არ მიყვარს, მაგრამ ესე შევიყვარებ. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ჰალკი. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 6 წლის ასაკში. მე უკვე ძალიან მენატრება ჩემი ბავშვობა. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ ვიქნები უფრო მაღალი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა და ბებო ბაბუ. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა და 2 და. ერთი და. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია სამა. ის არის ცოტა ცელქი, კარგი ბიჭია და ჭკვიანი. ზოგჯერ მიშლის ნერვებს. ნერვებს მიშლის მაშინ როცა ვარ მოწყენილი. რაღაცებს მეუბნება და რომ ღიზიანდები ბედნიერი. მამიკო არის ხეარული, შრომელი და ჩემსავით სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, ზრუნველი და თბილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სუპი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. სიყვარებული იმიტომ არ ყავს, რომ კარიერაში შემილხის ხელს. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 42 წლის. შვილებს დავარქვევ ლუცას და ერეკლეს. ჩემს ცოლს დავარქვევ სესილს. მიყვარს მურთმინების ყურება და ჩემი საყვარელი მურთმინი არის ეს სათამაშოების ამბავი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილე დავიტოვა შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა რომ მქონდეს სიძაბის სუპერძალა. კი არა მეჩქარება, მაგრამ ფეხბურთში გამოვადგება. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 16. ბედნიერება არის ოჯახში ერთად ყოფნა, გვერდში დადგომა და ფეხბურთის თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.